მოგესალმებით მეგობრებო. დავიწყე ჩაწერა ცოცხალი სესიის party poker-ზე. კერძოდ ჩავიწერ სწრაფმაგიდებს, რომელზეც ჩვენ უკვე გქონდა საუბარი. ისეთი ზედაპირული საუბარი გქონდა, როცა ზოგადად ქეშ-თამაშებზე გავაკეთე ვიდეო, იქ ესე ზედაპირულად მიმოვიხილე სწრაფი მაგიდებით. და არ გავუწიე რეკომენდაცია, რამდენადაც გახსოვთ სწრაფმაგიდებზე თამაშს. თუმცა არის რაღაცა პლუსებიც ამ თამაშში. ეს არის პატარა რაოდენობა მაგიდებზე ძალიან მოკლე დროში დიდი დისტანციის დაგროვების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ გჭირდება დიდი დისტანცია რაღაც მიზეზით, მაგალითად აი ბაზის გასარჩევად ან რაღაც ეგეთი რამისთვის თუ გჭირდება, საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა. ან მაგალითად როცა არ გაქვს, მოდით დავარეიზოთ ლიმპერია, როგორც ჩანს party poker-ზე ლიმპავს ხალხი. ეს ახლა NL2-ია, ეს ყველაზე დაბალი ლიმიტია. ასე რომ არ ველოდები, რომ მაინდა-მაინც ძლიერი შემადგენლობები იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა მაგის შემოწმებაც მინდა, რომ რამდენად დიდი განსხვავება იქნება მაგალითად აი ჩვენი რუმებისგან. ვალეტები სტანდარტული ტრიბეთია ბატონიდან, რა თქმა უნდა. ძალიან სწრაფი თამაში მიდის. ექშენი საკმაოდ ნორმალურია, ამ მომენტისათვის არის 45 entry. მაგრამ სწრაფმაგიდებზე ზოგადად 45 entry ბევრი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აი 5 max-ებზე გვაჯენს თუ მიაქციეთ ყურადღება, ანუ 6 max-ები არ ივსება. შესაბამისად 45 entry არ არის ბევრი. თუმცა ახლა დღის 2 საათზე საკმაოდ ნორმალური რაოდენობა ხალხის. ხო, ანუ პლუსებიც აქვს ამ თამაშს, პლუსები არის ის, რომ მოკლე დროში დავაგროვებ დიდ დისტანციას და ესეთ ლიმიტზე, როგორც არის NL2, არ ამგონია, რომ მაინდა-მაინც რთული შემადგენლობები იყოს, თუმცა ის დისპერსიის და ის უარყოფითი ფაქტორები, რაც მანამდე ვისაუბრე ქეშ-თამაშების ვიდეოში, რა თქმა უნდა, აქაც ვრცელდება, ან ძალიან დისპერსიული თამაში იქნება, რეკრეაციული მოთამაშეები შედარებითობა ტაიტები იქნებიან მაინც ვიდრე რეგულარულ მაგიდებზე. თუმცა ვფიქრობ, რომ ესეთ დაბალ ლიმიტზე შეიძლება ეს არსებითად მნიშვნელოვანი არ იყოს და მაინც რავი ძალიან გემრიელად შეიძლებაოდეს დაპლუსება. აი მაგალითად ქმედება ძალიან არასტანდარტული ხო, 2 ბლაინდით რეიზი და 87 ბლაინდი all-in-ი. ანუ მაინდა-მაინც სერიოზულად ხალხი არ თამაშობს, ამდენადაც ხედავთ. მოდი აქვე ვიტყვი რუმის შესახებ, party poker-ის შესახებ. ძალიან კარგია რომ გვეძლევა ამ რუმში თამაშის საშუალება, სხვათა შორის ბევრ რეზერვაციაში არ არის party poker-ი, ანუ სადაც კი რაიმე რეგულაცია არსებობს, ორიანები უბრალოდ გადავყაროთ. სადაც კი რაიმე რეგულაცია არსებობს, party poker-ი ყველაფრიდან გაგასულია, იმიტომ რომ ესეთი რაღაც ძალიან მაღალ დონეზე რეგულირებული რუმია. ეგ თავისებურება ახასიათებს. მაგალითად კრიპტოვალუტაში არ ვაჭრობენ, ეგეც ახასიათებს, რაც იდეაში შეიძლება ერთი შეხედვით მინუსია. მაგრამ მეორეს მხრივ ისე დაემთხვა, რომ აი შედარებით უფრო რეგულარებით ცნობილი ქვეყნებიდან წასულია, მაგალითად რუსეთიდან. აი ქვე ყაზახეთი, ბელორუსი, უკრაინა, აი მაგათთან აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე მგონი მაკედონიაც წასულია. მოკლედ აი აღმოსავლეთ ევროპაში დიდად არ არიან. მაგრამ სამაგიეროდ არიან დიდ ბრიტანეთში და კანადაში. კიდე არიან, მე მგონი არგენტინაში, მოკლედ ბევრ ისე სამხრეთ ამერიკაში არიან რაღაც ქვეყნებში. ბევრი ისეთ ქვეყანაში არიან, საიდან რომლებიც ძირითადად ცნობილი არიან უფრო ფიშები საიდან აქტიურობენ რა. ამას ახლა თავისი მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, ფიშები დიდი ბრიტანეთიდან კანადიდან იმიტომ არ აქტიურობენ, რომ სულელები არიან, უბრალოდ ახლა დიდ ბრიტანეთში და კანადაში $2 ახლა თქვენ ალბათ ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ რამ ხელა ფულია. თუმცა არაფერი შეიძლება ითქვას, ნუ არ ვიცი ხა მე სიმართლე გითხრა იქ რა ხდება ეგრეთ დეტალებში, მაგრამ ვიცი რომ ნუ ყოველ შემთხვევაში $2 კანადაში არ ამგონია იგივე ეს ნიშნავდეს, რაც $2 მაგალითად რავი, ბელორუსში ან საქართველოში. შესაბამისად ხალხი ძირითადად იქიდან ამ ლიმიტებზე
გასართობად თამაშობს. დავარეიზოთ და მათი არ არის ამ პოზიციიდან რეიზი, მაგრამ ცოტა ექშენი შევქნოთ. ну მაინც ახლა ალბათ ამ შემთხვევაში ტაიტი თამაში მიდის ახლა. შედარებით, აი მაგალითად აჭარაბეც NL5-ი დაახლოებით ახლა აჭარაბეც NL5 და ანუ NL2 სავარაუდოდ არის დაახლოებით ერთი და იგივე ეს რო დოლარში გადავწყვეტ არ შეიძლება. ხო, დაახლოებით ერთი და იგივე ღირებულების ლიმიტებია. ხო და ჩვენთან ანუ დაახლოებით საშუალოდ აი ფლოპის ნახვის მაჩვენებელი არის, რავი, 100%-თან მიახლოვებული. ну, ყოველ შემთხვევაში 50%-ზე ბევრად მაღალი. აქ როგორც ჩანს ეგრე არ არის, იმიტომ რომ მაინც აი ხალხი ეცემა. რაღაც, ну, ტაიტ თამაში მიდის რა. აქაც დაახლოებით იგივეა. ხა, რუმის იმასაც შეეხება. კარლციანის. რეიზია სამი ბლაინდი დავარეიზოთ პირდაპირ. აი დაყარეს გამატანეს ბლაინდები. აი ხა ესეთი ეს ძალიან სტანდარტული რამეა პოკერში ზოგადად, მაგრამ ჩვენ არ ვართ განებივრებული ესეთი თამაშით, როგორც წესი ჩვენთან ანუ იმდენი რეკრეაციული მოთამაშეები თამაშობენ ხოლმე, რომ ეს აი რომ დაარეიზებ ბლაინდებს გაგატანენ, ძალიან იშვიათად ხდება. აი NL5-ზე იშვიათად ხდება ეგეთ რაღაცა. ძირითადად პოსტლობის თამაში თითქმის გარდაუვალია ყველა დარიგებაზე. ეს 20-იანი რა თქმა უნდა არის სტანდარტული ტრიბეთი. მე მინდა რომ ფერი შევცვალო კარტის და მოდი მაგას ახლა უცბად გავაკეთებ ეს მანამდე უნდა მეკასან ჩაწერას დავიწყებდი, მაგრამ ნუ არა უშავს. აქ მეორე წვილით ვფიქრობ რომ ჯობია გავაგრძელო აგრესია. ეს ტრიპინი აქვს ამ რუმს ხმა არ გამითიშია, რავი, დავტოვე მაინც. იმედია ძალიან არ გავაფუჭებს ვიდეოს, თუ გავაფუჭებს არა უშავს მე თავიდან ჩავწერ. დიდი ვიდეოს გაკეთებას არ ვაპირებ, 1.5 საათი ვითამაშებ. სადღაც აქ მე ვფიქრობ რომ რავი ძალიან კარგი კარტი მოვიდა. პატარა თაიმბანკებია როგორც ხედავ. ოპოზიციო 6-იანებით არ გავაგრძელებ აგრესიას. დაყარა მეორე ბარალს. კარგი კარტი იმ გაგებით მოვიდა რომ ანუ ოპონენტის რეინჯი დამების შესაძლებლობა შეამცირა და უფრო თავად შემეძლო რომ რაღაცა ფლეშ დროები და სტრიტ დროები დამებელი უბეთებინა და ეგ იყო რა. აქ ოპონენტო მეორედ დაკოლა. რავი, არ მგონია რომ ღირდეს რივერის გასვლა, იმიტომ რომ რაღაც შეუდამებელი მაქვს. თუ წავიღეთ, ხო წავიღეთ. წავიღეთ. შენიერია. ჯერჯერობით დიდი არაფერი ექშენი არ ყოფილა, რაც, ну, რითიც ხასიათდება ეს თამაშის ეს ნაირსახეობა. ზოგადად მე ალბათ მომხრე ვარ რომ ქეში რეგულარული მაგიდები და ზუმი მაინც როგორც სხვადასხვა დისციპლინები ისე მოვიაზროთ რა. ну, ძალიან დიდი საერთო აქვს, რა თქმა უნდა, ამ ორ დისციპლინას ერთ და იგივეა, ანუ ერთ და იგივე თამაშია, მაგრამ იმდენად განსხვავებული ფორმატია, რომ თითქმის სხვადასხვა დისციპლინებია. ну, იმდენად სხვადასხვა დისციპლინებია, აი რამდენადაც მაგალითად 6 maxi და 9 maxi არის, რა სხვადასხვა დისციპლინებია, ხო ხვდები? რაღაცა იდეაში გავს ერთმანეთს ორივე ქეშია, მაგრამ ну, არის სტრატეგიაში დიდი განსხვავება. აქ საკმაოდ იმედის მომცემი ფლეშ დრო აქვს, მაგრამ აი გაწყვილებული ბორდია და მოდი მიუხედავად პოზიციისა, თან ნაც ფლეშ დრო არ არის, მიუხედავად პოზიციისა უბრალოდ გადავაგდებ რა. საკმაოდ სწრაფი თამაში მიდის, იმიტომ რომ რუმში არის პატარა თაიმბანკები. ეს მინუსია ჩემი აზრით. აი მაგალითად ორ მაგიდას თამაშობ და ცოტა არაკომფორტულია ჩემთვის თამაში, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ სულ ეს რაღაცა ტრიპინი იწყება ყოველ მეორე წამს. წინადადება არ დავამთავრებინეს. ზოგადად სოფტით, ძალიან კარგი სოფტით ეს რუმი არ გამოირჩევა. სოფტი ან გულისხმობთ პროგრამით რა. მოდი დიდი საიზინგით გავაგრძელებ აგრესიას. ლიმპერი გავაკეთოთ იზოლირება, ჩვენი საყვარელი ქმედება, რომლის შესაძლებლობაც ამ სესიაზე ცოტა ჯერ მომეცა ჯერჯერობით. აქ გავაგრძელებ აგრესიას, ლიმპერის წინააღმდეგ, მაინდა-მაინც კარგი ფლოპი არ არის, მაგრამ ნუ მე მაქვს ძლიერი ხელი.
ძლიერი რა გაგებით, ანუ ანუ აგრესიის გასაგრძელებლად საკმარისად ძლიერი. აქ რეიზი მივიღე ოპონენტისგან, რა თქმა უნდა, ხო, ესეთი რეიზები რა თქმა უნდა ძალიან ყურადსაღებია, მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ ძლიერი ვარ იმისთვის, რომ აქ დავაყარო, ჩემი აზრით, მაგრამ შევხედოთ, აი ამ ქმედების მერე აუცილებლად ფოლდია ჩემი აზრით. ისე იმის ნახვა არ შეგვიძლია ოპონენტის საიდან არის, რამე ეგეთი ისა არა გვაქვს. წესით რავი, რაღაც რუმებში არის ხოლმე ეს შესაძლებლობა. აი, ნოუტის გაკეთება შემიძლია. ესე იგი, დიდი ხანია ფართი პოკერზე რა მითამაშია. და რაღაცეები ეტყობა შეიცვალა რა. მე თავის დროზე ნათამაშები მაქვს საკმაოდ კარგი დისტანცია ფართი პოკერზე. ანუ სანამ ქართულ ბაზარზე კრისტალბეთის იმით შემოვიდოდა, მე ვთამაშობდი ფართი პოკერზე ტურნირებს. მე ერთი ვთამაშობდი ტურნირებს ჩემს კარიერაში, მე შეიძლება მაგაზე გავაკეთო ვიდეო საერთოდ. როგორ ვითამაშე ტურნირები და როგორ დავბრუნდი მე ისევ ქეშში. რა არ მომეწონა მაგ დისციპლინაში და რა მომეწონა და რაღაცა შედარებასავით გავაკეთო ქეშსა და ტურნირებზე. რაღაც ეგეც ვაპირებ და მან ჩემს ისტორიასაც მოვყვები. სხვადასხვა ფართი პოკერი იყო ერთ-ერთი რუმი, რომელიც საკმაოდ მომეწონა. მაშინ ერთ-ერთი სოფტია, რაც ამ რუმში ძალიან ტეხავს ჩემი აზრით, ყოველთვის ეს პრობლემა იყო. აი ეს რაღაცა ციმციმეებს, ეს წრიპინი, ეს პატარა თაიმბანკები და რაღაც აი მე ცოტა დისკომფორტს მიქნის ხა. ზოგადად ეგ არ არის თავარი, რა თქმა უნდა, თავარია შემადგენლობები. გავაგზავნე აგრესია ცოტა დიდი საიზინგით. აქ საუკეთესო ხელსაც მიჩვენებს. მეორე წყვილი დავიჭირე, მაგრამ უბრალოდ ფლეშს თუ დაიხურა და ცალკარტზე დაიხურა სტრიტი და ფიქრობ, რომ ოპონენტმა რითიც გააგრძელა თითქმის ყველაფერთან არა, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილთან ოპონენტის რეინჯი. უბრალოდ უკან ვარ აქ უკვე. ფოლდი. აჰა, სტრიტი. რივერზე კი ვითომ შეიძლება და რაღაცა ფლეში მეჩვენებინა და მაგრამ მაინც შოუდაუნველი მქონდა კაროლათიანიც და ტუს რო დავაყრევინებდი მაგის ილუზია არ მქონდა და შესაბამისად მე რჩევა დამეჩეკა. თვითონ სწრაფი პოკერის ამბავში სოფტი კარგად სწრაფად მუშაობს, ანუ რაღაცა შეფერხებები და ის არ არის. ანუ არ ჭედავს რა. ორი ოპონენტი, მაგრამ ორი ოპონენტის მიუხედავად ვფიქრობ, რომ კარგი ფლოპია აგრესიის გაგრძელებისთვის. ცადოთ აგრესიის გაგრძელება. ზოგადად ამ ნაირსახეობაში თამაშის პრეფლოპზე და ფლოპზე მოგებული დარიგებები არსებითად მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ რეგულარულ მაგიდებზე ჩვენ უფრო მეტად კონცენტრირებული ვართ და უშოთ რაღაცა ოპონენტებთან რამე ძლიერი ხელის დაჭერით და სტექსზე წამოყვანით ოპონენტების, ხო? აქ უფრო მეტ პროფიტს სავარაუდოდ მოგვიტანს ის, რომ პრეფლოპზე სწორად ვითამაშოთ, ანუ სწორად შეუტიოთ ბლაინდებს და ფლოპზე სწორად ცადოთ ხოლმე მოპარვა პოტების და აი თერნზე მეორე ბარელის გასვლა კიდე დავამოღამოთ ხოლმე დაუშვათ დაბალანსებულად რა, როგორც ბლეფზე, ასევე ველიუზე და ასე შემდეგ. აი ეგ ხა რა თქმა უნდა რეგულარულ მაგიდებზე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რეგულარულ მაგიდებზე მაინც არსებითი პროფიტი იმას მოაქვს, რომ ფიშები იხდიან და ჩვენ სეტი გვიჭირავს და საბოლოო ჯამში სტექს გვაძლევენ. და აქ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძლება, ну ყოველ შემთხვევაში NL2-ზე არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ამ თამაშში აი ამ წითელი ხაზით მოგებას ეძახიან მაგას რა, ანუ შოუდაუნის გარეშე მოგებული დარიგებების რიცხვი აი ჰოლდენ მენეჯერში იზომება წითელი ხაზით რა, ლურჯი ხაზით იზომება შოუდაუნებზე მოგებული რიცხვი და ანუ წვანე ხაზი არის ამ თლიანობაში ჯამი რითიც იზომება. უზვალეთი აქ შემეძლო გავსულიყავი, მაგრამ ჩეკიც არ იყო ცუდი ვარიანტი, მაინც ჯობია დავჩეკოთ. აი თურმე აქაც ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებენ. ჩვენ ვისაუბრეთ დონქებზე. ქეშაუტი ეს რეიქია, შესაბამისად რეიქს ზედმეტი რეიქი არ გადავიხადოთ.
ცადოთ რომ ეკონომია გავაკეთოთ, იმიტომ რომ როცა რეგულარი ხარ, როცა ერთ დარიგებას არ თამაშობ, შენთვის ჯობია რომ დავუშვათ დისპერსიით გარისკო, დისპერსიისკენ, ასე ვთქვათ, გადადგა ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ პროფიტის სასარგებლოდ, ან სარგებლიანი გადაწყვეტილების სასარგებლოდ. ეს cash-out-ი არის დაზღვევა, ანუ რამდენიც გეკუთვნის equity-ის მიხედვით expected value, რადგან ჩვენ ვილაპარაკეთ EV მათემატიკის ვიდეოში რაც ვილაპარაკეთ, ანუ ეს expected value, რაც გვაქვს იმის მიხედვით გაძლევს ფულს. მაგალითად, მან თუ მქონდა მე დავუშვათ რაღაცა 80%, ცოტა მეტი მქონდა, მომცემდა პოტის 80%-ს რა, დაახლოებით ესეთი რამე იყო. მაგრამ სამაგიეროდ გადამახტევინებდა რაღაცა 1%-ს დავუშვათ საკომისიოს დამატებით. და იმის გათვალისწინებით, რომ cash-ზე და მით უმეტეს ამ ლიმიტზე ისედაც საკმარისად დიდი საკომისიოა. კიდე დამატებითი საკომისიო ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, რომ გადავიხადოთ. სკვიზი დოზებით, რა თქმა უნდა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ აქაც იგივე თავს, ეს უნდა გაუთიშო საერთოდ. მე ხა ესე სპონტანურად დავიწყე ეს სესია, რომ დამავიწყარო ესეთი რაღაცეები, აი, დამავიწყარო, ანუ მე ეხა ახალი კომპიუტერით ვთამაშობ და დამავიწყარო ეს, ანუ party poker-ის სოფტი ახალი დაყენებული მაქვს და სეტინგები გასწორებული არ მაქვს შიგნით რა. ან ძველ კომპიუტერზეც მქონდა და იქ გასწორებული მქონდა სეტინგები და ისე დავიწყე სესია, რომ მეგონა რომ სეტინგები გასწორებული მქონდა და ეხლა ვასწორებ თანდათან ამ სეტინგებს. ხო, კარტი მინდოდა ხო რომ გამომეცვალა. მოდი უცებ გამოვცვლი, მაგას არ არის პრობლემა. დავაყენებ აი ესეთ ლამას კარტს. აჰა, უცებ გამოვცვალე. მოდი აბა ეს შავი ხო არ ჯობია შემთხვევით. აი, მოდი აი ეს კონტრასტზე. კარგად იქნება. ორ ოპონენტზე მოდი არ გავაგრძელებ აგრესიას სენდვიჩიდან. აქ ოპონენტმა დამიქოლა და ვფიქრობ, რომ უკვე დაფუძვად შეიძლება ჩვეულებრივად. ოპონენტს ორი პოტი აქვს და ორი პოტი პირდაპირ შემიძლია დავაორიდო. ესეთ ასე ვთქვათ კოორდინირებულ ფლოპზე, სადაც ძალიან ბევრი რამე შეიძლებოდა, რასაც ოპონენტი მოედებოდა და არ ყოფილი ცოტა მშრალი ფლოპი რო ყოფილიყო, იმას ვიზავდი. აქ მოდი აბა ესეთი ფონი იყოს და ხო, მეგონი ესე უფრო ჯობია. ყოველ შემთხვევაში არა, ვიზუალურად ლამაზი სოფტია. ცუცუ არაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ეს რაღაცნაირი თვითონ აი მექანიკა აქვს რაღაცნაირად მექანიკურად აი ვერ ხსნი რა სიტყვებით აი რაღაცნაირად აი ეს ციმციმი რა ანიმაცია აქვს ცუდი ხო აი უფრო სწორი სიტყვა ალბათ რომ ანიმაცია აქვს ცუდი და თვითონ ისე სოფტი კარგია რა ანუ პრაქტიკულად კარგი სოფტია ახალი სწრაფი ფოლდის ღილაკი რომლის ხმარებასაც მე არ გავუწევდი რეკომენდაციას ჩვეულებრივად მოვა თქვენი სულა გააკეთეთ ჩვეულებრივად ლიმპების წინააღმდეგ აქ უფრო დაგეშილები უნდა ვიყოთ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ შეიძლება აი ხა სხვადასხვა ფერის ტუცხრიანი არ არის გადასარევი ხენდი ლიმპის იზოლირებისთვის ჩვეულებრივ ჩვენს თამაშებში მაგრამ აქ უფრო უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები რომ უფრო იშვიათად ხვდებით რეკრეაციულ მოთამაშეებს კიდე ეს მარკერი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ძალიან დავინახოთ ვიღაცამ განლიმბა პირდაპირ მონიშნო და ეგ არის მოდი დამათიანს შევიყვან აქ გავაგრძელებ ველიუბეთის დაველიუბეთებას ოპონენტის აქ დავჩეკოთ ჩვენ არ ვართ აგრესორი ორხრივის ასეთი მაქვს თუმცა გაწყლებული ბურდია და თან ორი ფლეშ დროდებს აი ამას უნდა მივაქციოთ ხოლმე ყურადღება აქ დამიქოლა მოდი აქ ველიუბეთი გავაკეთო მოდი დავჩეკო იმიტომ ფლეშ დროაცა და იქნება რამე ბლეფი დავიჭირო როცა ორი ფლეშ დროდებს და როცა გაწყლებული ბურდია ჯობია რომ სასტრიტი არ ვათრიოთ იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეიძლება მოვიდეს კარტი რომელიც ჩვენ გაგვისტრიდავს ოპონენტს გაუფლეშავს და
ან ოპონენტს full house დაუხურავს, რაც ძალიან სასტიკად არ გვაწყობს. შესაბამისად, როცა მომლუდინე ხელს ვათამაშებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომლუდინე ხელი ან სანაცე პოტენციალის იყოს, ან თუ სანაცე პოტენციალის არ იქნება, მინიმუმ ოპონენტის range-ს, რასაც ოპონენტი გვაჩვენებს, ასე ვთქვათ, დახურის შემთხვევაში ამარცხებდეს. აი ეს ორი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, თქვით ის, რომ party poker-ი არის რუმი, რომელიც ძალიან ისეთ ქვეყნებში, კარგ ქვეყნებში აწარმოებს კამპანიას, სადაც ანუ ხალხს შედარებით მეტი ფული აქვს, ანუ უფრო ძლიერი ეკონომიკაა და ანუ ასე ვთქვათ, GDP per capita უფრო კარგია. თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, მარტივად რო ითქვას. და ღირს ამ რომში მაგხრივ თამაში. და რაც შეეხება ამ კონკრეტულ დისციპლინას, სადაც ახლა ვთამაშობ, რეკომენდაციას არ გავუწევდი ისე ვიმეორებ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი თამაშობს ისეთ setup-ზე, რომ multitabling-ს ვერ ახერხებს და აი ორი მაგიდა შეუძლება, მაგალითად ლეპტოპზე ან რამე პატარა მონიტორზე. სხვათა შორის personal computer-ზეც რაღაც შეიძლება ქონდეს 22-იანი მონიტორი, რომლითაც ძალიან არაკომფორტული იყოს. მაგალითად ორ მაგიდაზე მეტის თამაში. ან ფორმას გააჩნია რა მონიტორის. ზოგიერთი მონიტორი ისე ალაგებს მაგიდებს, რომ ორ მაგიდაზე მეტი უბრალოდ იმდენად პატარაა ხოლმე, რომ არაფერი არ ჩანს. გააჩენ მე ვარ შეიძლება მაგხრივ ძალიან პრეტენზიული მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ მოკლედ რაიმე მიზეზის გამო თუ ადამიანი ვერ ახერხებს ბევრი მაგიდების თამაშს, ესეც ვარიანტია. თან ეს ისეთი დისციპლინაა, ესეთი ლიმიტია, რომ დიდად პროფესიონალები არ ამგონია თავს იკლავდნენ ამ ლიმიტის თამაშით. აქ მოდი. ანუ ტრიბეტს ეს რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა ფერის ტუსხრიანი ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ დაკოლვაზე ანუ საერთოდ საუბარი არა და ბლეფ ფორბეტზე კიდე აქ ზუმში, ანუ რავი ვინ არის ოპონენტი, ანუ ბრმად თამაშობთ ხო ხდებით, ანუ ეს დინამიკა არ აქვს და ეხლა დინამიკა როცა არ აქვს, ანუ ზოგადი ფილდი ვიცი რომ ხა ისეთი აგრესიული არ იქნება, რომ სხვადასხვა ფერის ტუსხრიანით რამე ბლეფ ფორბეტის შეყვანა მიღირდეს, ანუ ეგ ვაფშე სისულელია. ექვსენი მოდი უბრალოდ დავჩეკოთ ორი ლიმპია და ნახოთ. აქ მე დავატრიბეთებ, დიპსტეკები ვართ. small blind-დან იმ ტრაკ ბატონზე მირეიზი ძალიან ფართო რეინჯი იქნება. ანუ ხო, აქ აღსანიშნავია, რომ დინამიკა არ არის. დინამიკა არის რა, რომ აი წინადარიგებაზე რა მოხდა, ამ ოპონენტთან როგორი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან წინააღმდეგ ვიბლეფეთ, არ ვიბლეფეთ, ანუ დინამიკა ეს არის და ეს. აქ ესეთი რამე თითქმის არ არის, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა ოპონენტთან გიწევს თამაში, თუმცა ეს იგივე ოპონენტია ხა. მოდი მინტრიბეთი მეც შევიყვან ჩემს ერთი ფერის დამატიანს. აი, ხედა? როგორ ქმედებებს აკეთებენ ოპონენტები, ხედავთ? ანუ ხა ამის დაკოლვაზე არ ვფიქრობ უბრალოდ. ყურადღება რომ გავამახვილოთ რა. საკმაოდ ასე ვთქვათ. სუსტი შემადგენლობებია, როგორც ჯერჯერობით ხედავ. სხვათა შორის ამ მომენტსაც უკვე არის სადღაც 67 ენტრი, სადღაც რა 67 ენტრია. ოპონენტმა დაკოლა ფლეში დაიხურა. მე მგონია რომ აქ მაქვს შესაძლებლობა მე რომ დავჩეკო მე უბრალოდ მექნება რთული გადაწყვეტილებები მისაღები. შესაბამისად მე მგონია რომ აქ გავალ ნახევარ პოტს და თუ ოპონენტი ან დამირეიზებს ან თამაშს გააგრძელებს, ჩავთვლი რომ ხშირად უკან ვარ და შესაბამისად დავყრი. მივიღე კოლი და რავი, ჩეკ-ჩეკი თუ წავიღე, ხო წავიღე, ნუ. შორის აი ოპონენტის პასიურობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ანუ ნაც ფლეში რივერზე არ დააველიუბეთა ოპონენტმა, რაც მე დაყრას ვაპირებდი ვახსენე კიდევაც. მაგრამ მოდი MP-დან კონექტორის დარეიზება არ მინდა. მაგრამ ნუ აღსანიშნავია ფაქტი, რომ ანუ ოპონენტი იყო სუსტი მოთამაშე, იმიტომ რომ მილიონი ოპონენტი ამ ლიმიტზე თავისუფლად გადაიხდიდა ტოპ წყვილითაც და ნებისმიერი სხვა მზახელიდან ხელით რივერზე ოპონენტის ფუშს და
აუცილებლად ოპონენტს უნდა დაეფუშა თავისი ფლეში. რახან არ დააფუშა, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მივხვდეთ, რომ ანუ ოპონენტი იყო ანუ რეკრეაციული მოთამაშე მინიმუმ, ან ძალიან პასიური მოთამაშე. ну, რავი, მოდი, დავჩეკოთ, ჩეკით თუ წავიღეთ. აი, გვატარენ რა. აი, ძალიან ადვილი შემოდგენლობაა რა, რასაც უყურებ. ძალიან ადვილი შემოდგენლობა, თუმცა ისევ დავამატებ, რომ განსხვავება მაინც არის. ანუ რეგულარული მაგიდები მით უმეტეს ჩვენი რომების რეგულარული მაგიდები მაინც გაცილებით უფრო სუსტია, იმიტომ რომ აქ ელემენტარულია ეს სწრაფი ფოლდის ფუნქცია რო არის, რომ ოპონენტმა კი არა და მოთამაშემ შეიძლება დაყაროს და უბრალოდ შემდეგი დარიგებაა პირდაპირ. ну, ეს უკვე აძლევს მოთამაშეებს საშუალებას, რომ აქცია დიდი საიზინგი უნდა გამეკეთებინა რა, მინიმუმ 8 და ჯობდა უაფშე 9. თუმცა გამოგვივიდა ეკონომია. ხო, რა მინუსები აქვს ხა მოდი ის თქვა რა, პლუსები პრინციპში თქვით ხა ფარტი პოკერის რაც იყო. ну, მინუსი ის არის, რომ ჰადი არ არის, ანუ სტატისტიკა არ არის. ჩვენს რომებში არ არის სტატისტიკა იდეაში. მაგრამ ამ რომში არის შესაძლებლობა სტატისტიკის, ადრე ქონდა ამ რომ სტატისტიკა იყო დაშვებული ჩვეულებრივ ხალხის სტატისტიკით თამაშობდა, მე ჩვენი დროს რატომაც მოიფიქრეს გააუქმეს. რა ჯანდაბად უნდა არ ვიცი. ძალიან დიდი უპირატესობა სტატისტიკით თამაში. ანუ უპირატესობა არ გულისხმობ ოპონენტებზე უპირატესობას, იმიტომ რომ ოპონენტებს იმათაც აქვს სტატისტიკა სავარაუდოდ. თანაბარ პირობებში ხართ რა, მაგას არ გულისხმობ. ზოგადად ანუ როგორც პოკერისტისთვის ან განვითარებისთვის ძალიან ესეთი შესაძლებლობაა, იმიტომ რომ გიგროვდება ინფორმაცია საკუთარი თამაშის შესახებ და შეგიძლია მე დაჯდე გაარჩიო ეს ყველანაირ დეტალებში, უმცირეს დეტალებში შეხვიდე და გაარჩიო სად, რითი, როგორ დააპლუსე, როგორ დაამინუსე, რა ოპტიმალურად გაათამაშე, რა არაოპტიმალურად და ძალიან დიდი უპირატესობაა მოკლედ რა. ერთი კარგი რომი რო გქონდეს ახლა ჩვენ რეზერვაციაში. რეზერვაციაში რა პრინციპში ახლა არის რომები, სადაც შეიძლება ანუ კრიპტოვალუტით ხა დეპოზიტს გაკეთება და სტატისტიკის თამაში, ну, Poker King-ი მაგალითად. მივიღე მეორე call-ი, წავიდა მეორე flash draw, კი რაღაცა სტრიტები დაიხურა, მაგრამ ფიქრობ რომ აქ ჯერჯერობით ჩვენ value-ბეთი გვაქვს თან ძალიან დიდი, ну, ძალიან დიდი რა ეს სპეცლაიდერი არ მაქვს დაყენებული წესიერი და რაღაცეებს ვაჭერის. რასაც ეჭირება. მე ვფიქრობ რომ ამ კონკრეტული დისციპლინიდან ჩვენ კიდე გვექნება სესია სამწუხაროდ NL5 საერთოდ არ აქვს ამ დისციპლინაში ფართის, თუმცა რეგულარული მაგიდები და შეიძლება რეგულარული მაგიდების ჩაწერა. NL10 აქვს, მაგრამ 9 ენტრია ჯერჯერობით, ну, შეიძლება საღამო საათებში მოიხოდოს. შესაძლოა NL25-ია. კარგი ექშენი 51 ენტრია. NL25-ია. ესეა ხოლმე რა, რომებში რაღაც ერთი ლიმიტია ხოლმე ძალიან მოხოდილია სწრაფ პოკერში. მაგრამ NL25-ის ზუმით ჩემთვის ძალიან დიდი ლიმიტია სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე დაახლოებით NL25-ის ეკვივალენტს თამაშობ რეგულარულ მაგიდებს და ზუმი ნამედანი იქნებოდა ჩემთვის, ვინაიდან არ ვარ ზუმის რეგულარი. შეიძლება რეგულარულ მაგიდებზე ფარტი პოკერზე რამე სესიის გაკეთება. მაგრამ აი ეს რაღაცა სესიის გასაკეთებლად აი ეს ორი მაგი და რაღაც ძალიან მოსახერხებელი ჩანს რა. აი ეს NL2. ну, მოკლედ იქნება კიდევ NL2-ის სესია აუცილებლად. მალე ამ სესიას დავამთავრებ. მას შემდეგ რაც აქ გავაგრძელებ აგრესიას. აქ უბრალოდ შევიყვან ამ დოზრიანს. აქ არაფრით არ გავძლიერდი და მეორე ბარას აღარ გავაკეთებ. დოზრიანი დავიჭერე ტუზი. ვნახოთ რა იქნება. ну, უკვე შემეძლო გავსულიყავი პრინციპში, ხა რაღაც იმაზე ვფიქრობ სესია დავხურო არ დავხუროზე და
კარგი, მეგონი საკმარისად ვილაპარაკეთ party poker-ზე. აქვს ამ რუმს პლუსები, აქვს მინუსები. ისეთი ექშენია, რომ მეგონი აქ ტუზრიანი მაინდამაც კარგად არ უნდა იდგეს. კარგით, მოდი მე დავამთავრებ ამით დღევანდელ სესიას და რავი, დაწერეთ თქვენი მოსაზრება, გითამაშიათ, არ გითამაშიათ ეს. ფორმატი რავი, ნორმალურია. მოკლედ რასაც ფიქრობთ, დაწერეთ და ვფიქრობ, რომ მე კიდე გავაკეთებ ამ კონკრეტულ დისციპლინაში სესიას. ანუ ჩავიწერე სესიას რა. აბა, დაგემშვიდობებით.